ეს სურათუმული დავარბილოთ წყალი, ხისტი წყალი, სეზონური წყალი მოსულაშის, უკავშირაც მოდის, ხო, მეტად სოგონია. მოდის ხარისხიანი წყალი, რატომაც არა, ხო? კიდევ ეჯე დაეჯე, კიდევ მაღალჯე, შეჩვენა ვიქონიოთ ყოველთვის. და დავწუნეთ, იმათი რატომაც არა, ყოველთვის 5 მილილიტრი. ყოველთვის ჩვენი სატესტო მინი ლაბორატორია, ხო? სატესტო სუსტათაც რომ მინი ლაბორატორიას 1 3 წვეთი არ გავიწყდება 1 2 3 აი სპრიცერში პირველი ეგრეთ წოდებული პუნქტი შეგვიძლია უკვე თქვათ რომ ჩასახა თუ გააწითლოს და მასობაში ვაგვირდებით ხო ეს უკვე მიგვითითებს იმასე რომ არსებული პატივცემული წყალი არის გადამეტებული სიხისტით აი რამდენად გადამეტებული შემდეგ უკვე ვიწყებთ ამ პატივცემულიდან 5 წვეთი გვიჩვენებს 1 2 3 4 5 6 ნახოთ ხო? ორიოთ, არაფერი არ იცვლება ჯერ. 7 8 9 10 აბა 10 ნახოთ პატივცემულები. აი ვაგვირდებით ხო? 10 ეწოდებული გერმანული სტანდარტით. ხო? DH. როცა მიღებული არის 6.5. ეს პატივცემული უკვე მაჩვენებელი იმისა, რომ გვაქვს გადამეტებული სიხისტის წყალი, ეს თქვენს ენაზე ნიშნავს აი სულ ესეთ ნადებებში იქნება განსაკუთრებულად აი საშხაპის ზონებში განსაკუთრებულად აი ყველაზე მტკივნეული არის აი ეგრეთ წოდებული დუშის ყუმიზე და აი ამასაც ვაგვირდებით ხო? აი ეს არის მაჩვენებელი სიხისტის ხო? მე რიგ პოსტებზე როდებთ ვითი გავწმინდოთ არა ამას რომ ვერძოლოთ ეგრეთ წოდებული დამარბილებლით ეხლა ჩვენ აქ უკვე დამონტაჟებული გვაქვს პატივცემული დამარბილებელი და გადის რეგენერაციას პირველი გარიცხვა არის პირველი ჩართვა და აი ხო ეგრეთ წოდებული რეზერვუარი პირველი უკვე დაბლებული წყალის ავსებ და აი პატივცემული გაივლის ეხლა ერთ ციკლს რეგენერაციას რასაც ქვია განახლება ეგრეთ წოდებული შიფალსი ფისის მისი საპები მარილი აგერაა ბუნკერში დრო ყველაფერსა ყველა შეიძლება ხდება ამის პატივცემული საკების არის ეგრეთ წოდებული იოდიზირებული მარილი და ნახოთ ეხლა ხო ერთ წუთის შემდეგ უკვე დარბილებული წყალი არიშველი გვექნება და ესენზის ავიღოთ ესე ჩვენი დარბილებული წყალი უკვე ის ვაჩვენოთ ნახე ყველაფერი ხო უსულოთს ოლაი და პრაქტიკული მხარე უსულოთის თეორიასთან ეს არის უკვე დარბილებული წყალი რეზერვუარში ავსებული ამასობაში გეწოდებული პიშოვი პოლიპროპილენი ეს არის ალგუზის შედგენილი ეხლა ვიღებთ სიმს იქ რაც ქონდა იყო ხო ვახსოვს რაც იყო ნიშნული 13-14 ეგრეთ წოდებული DH-ში გერმანული სტანდარტით ევროპული სტანდარტის გავსიჯოთ ხოლოს ევროპული სტანდარტი იყოს პატრონებო 5 მილილიტრი უნდა დავტოვოთ ყველაფერი ლაბორატორიულად ალბათო როგორც აფთიაქში და მაჩვენებელი ახლა ამის ის რომ ფერს აღარ შეიცვის ის არის რომ არის წყალი დარბილებული ის რაც ქონდა 12-13 ხო ამასობაში კი ბატონო 13 იყო ეწოდებული DH-ში რამდენი გვექნება ეხლა 3 წუთი მეგონი თვითონაც ეთყობა უკვე რომ სიხისტი ახლოსაც აღარ არის ასე კიდევ მე გამოჩნდება ეგრევე არის მწვანე ფერი გვახსოვს ხო როგორ იცის პეტრად ფერს როცა არის სიხისტი წითელში ჯდება ამასობაში აგერ ხო რამდენი სამნა ვაჟანჟღალოთ ხო პირველი პორცია 3 წუთი მაჩვენებელი იმისა რომ ფერი არის მწვანე როცა არის ეს პატივცემული პირველი ეს ნიშნავს იმას რომ წყალი არის დარბილებული ნორმირებული როგორც ყოველთვის გეთილი და პატიოსანი როგორ დავაბილოთ წყალი ამ პროცესში ამასობაში აი ეს დამარბილებელიც კიდევ ჯერ ეს ვაჩვენე ეს პატივცემული განაგზავნა აი არის ზუსტად დამარბილებელი სისტემური დამარბილებელი აი არის ბალანსი ნამდვილად ასე არის